მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ორშაბათია და ჩვენი სტუდიის ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც წარმოგიდგენთ მერაბ ჩიქაშვილი, ცოტრე მარღია და მე თენგო ომანიძე. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. დიდი მადლობა, ხო, სტუმრად. პირველ რიგში რა თქმა უნდა მივესალმებით ჩვენს სვანს და მაყურებელს, როგორც ჩვენს Facebook გვერდზე და YouTube გვერდზე, ასევე რა თქმა უნდა მივესალმებით ჩვენს სვანს და მაყურებელს თავისუფალ არხზე და სამეფო არხზე, ტელევიზიებზე. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ, რომ მოგცეს საშუალება, რომ ჩვენმა გადაცემებმა სტუმრები იქნებიან აქ თუ ყველა იმ საკითხზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ. ისევ ხელმისაწვდომობა ქონდეს ჩვენს და მაყურებელს ტელეეთერშიც და ამიტომ სულ ეხლა ხანს განვაახლე ჩვენ ტელეეთერები და შესაბამისად მადლობა ორივე ტელევიზიის მესვეურებს და იმ ჯგუფს რომელმაც ჩათვალა საჭიროდ რომ მართლა საინტერესო იქნება ჩვენთან ასე ვთქვათ თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ მადლობა. კი ბატონო, მე ჩემს მხრიდან დიდი მადლობას გადავუხდი რა თქმა უნდა, როგორც თავისუფალ არხს, ისე სამეფო არხს, სადაც გადის ჩვენი გადაცემები. მადლობა მათ ამისთვის. შევახსენოთ მაყურებელს ასევე რომ აქტიზე შეგიძლიათ გვიყუროთ 38 არხზე, ხოლო სიტყვაზე 254-ზე მენიუში. ასევე გვაქვს კიდევ კარგი ახალი ამბავი ის რომ გუშინ დავიწყეთ პირველი გადაცემა გქონდა, ნახავდით ალბათ თქვენც მეგობრებო, ახალი გადაცემა, ეს არის დროის სამართალი, კვირადღე არ იყო ჩვენთვის როგორც იცით, აქამდე საეთერო დრო, თუმცა აწიეს ეს დაგვემატება და საკმაოდ საინტერესო გამოვიდა გუშინდელი გადაცემა, თემატიკა ძირითადად შეეხება და როგორც გვინდა ყოველ შემთხვევაში კონცეფცია რაც არის ამ ფორმატის, რომ სამართლებრივ საკითხებზე იყოს მსჯელობა, ოღონდ არა მხოლოდ ესე მშრალად კანონის გაგებით ამ თემატიკით, არამედ ზოგადად სამართლიანობა რას გულისხმობს, როგორ ემსახურება კანონი აი ამ სამართლიანობის დამკვიდრებას და რა პრობლემებს ხედავენ ამ ხრივ ადამიანები, არა მხოლოდ იურისტები, არა მხოლოდ სამართალმცოდნეები, ჩვეულებრივ რიგითი სხვა პროფესიის ადამიანები. გვინდა რომ აი ესეთ ფორმატიც არსებობდეს და მე მგონი საინტერესო იქნება როგორც YouTube-ისთვის, სოციალურ ქსელში მაყურებლისთვის, ისე სატელევიზიო. მე უბრალოდ რადგან ახსენე ერთს დავამატებ გუშინდელ გადაცემასთან დაკავშირებით, ყოველ კვირა დღეს 7 საათზე იქნება ეს გადაცემა, დროის სამართალი და უბრალოდ აი გუშინდელი გადაცემა მაგალითად მინდა ასევე ეხლა ჩვენი ამ ეთერიდან მადლობა უთხრა როგორც ბატონ თემურმა ისურაძეს. კი ბატონო. ასევე ქალბატონ თამარ კიკნაძეს და უბრალოდ ერთი დეტალია რომ დიახ ეს არ იქნება კონკრეტულად რაღაცა მიზანმიმართულად რაღაცა რომელიმე თქვათ ან ერთდანაშაულზე ან რაღაც მარკოსის ხასამ, არამედ ეს გადაცემა იქნება ასევე ისტორიულ ჭრილში, ძალიან საინტერესო ამ გადაცემაში, კვირის გადაცემაში ჩვენთან, შენთან და ასევე ჩვენ გვექნება საშუალება რომ მე და ხანდახან ერთად წავიყვანოთ ეს გადაცემა, ასევე იქნება საუბარი კი ბატონო, ხო, საუბარი იქნება ისტორიაზე, ისტორიულ სამართლიანობის კონტექსტზე და აქ ჩვენ ნებისმიერ ეს იქნება მეზობელთან ურთიერთობა იქნება თუ შიდა თუ ასე შემდეგ, ვფიქრობ რომ უფრო იქნება ესეთი მსჯელობა ადამიანებთან და ყველაზე მეტად ალბათ აქ ასევე იმ ჩვენ რაღაცა ნაკლოვანებებზეც არა მხოლოდ კანონმდებლების ან და რაღაცა ისტორიული კუთხით რაღაც ვიღაცა მართველებზე გვექნება საუბარი, არამედ იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც რაღაცა გაგებით იცი აი მართლა გენეტიკური კოდი რასაც არ ეგუება, ხო, ამ უსამართლობას. აი ჩვენ შევეცდებით რომ ეს კითხვები, რაც თქვა ჩვენი გადაცემის ქუჩიც არის, ავხსნათ და იცით როგორ რაღაცაა, რომ ვინც არ უნდა უყურებდეს ამ გადაცემას და ასევე იღებდეს მონაწილეობას, ხო? ეს მიზანმიმართულად უნდა იყოს ორიენტირებული როგორც ჩვენს წარსულზე, ასევე ჩვენს მომავალზე და ბევრი რაღაცა ერთმანეთისგანაც უნდა ვისწავლოთ. ჩვენი მოსმენა, ჩვენ პრობლემა გვაქვს საერთოდ მოსმენის, ეს არის ჩვენი კი ზოგადად. აქ არა საუბარი და ხშირად ჩვენს გადაცემაშიც ხომ და მოდი ჩვენ თავზე ვთქვათ პირველად და ჩემ თავზე ვიტყვი რომ ჩვენს გადაცემაშიც ხომ იმდენად შევსვლათ ხომ აზარჩი რომ რაღაც საკითხებზე არც სტუმარს უსმენთ, მე არც გვისმენენ და გადაჭარბებული ემოცია არ არის კარგი, ეხლა შეიძლება რაღაცა კუთხით ვიღაცას მოეწონოს იმ მომენტში ეს რაღაცა ემოცია, მაგრამ ის კარგად ვიცით რომ არც გულის ფხანა არ იყოს, არ არის კარგი და ეს ჯავჯავაძის ოთარ ამხრივს, სადაც ხო ეს ქეცად თვლიან ამ გულის ფხანას მოხდები და ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იქნება და წარმატებები მინდა უსურვო როგორც ჩვენ სტუდიას, ასევე ჩვენს სრულიად აი ყოველგვარი რაღაცა პოლიტიკური, აპოლიტიკური
შემეცნებითი და რეალურად შედეგზე ორიენტირებული გადაცემა, იმიტომ რომ ვიცოდეთ მართლა რა ხდება. ყოველთვის და ყველაფერში ხელისუფლება ვერ იქნება დამნაშავე, ყოველთვის და ყველაფერში ვერ იქნება დამნაშავე ვერც ოპოზიცია, რომელიც სამწუხაროდ უარგისი გვყავს და მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ კი ბატონო. ტელეეთერშიც ეს იყო ძალიან ძლიერი. განსხვავებით აი ამ ფორმატისგან თუ სხვა ფორმატებისგან, სადაც ძირითადად ჩვენ ორიენტირებული ვართ კონკრეტულად მიმდინარე საკითხების მიმოხილვაზე, აი დღეს რაც არის აქტუალური, წინა კვირაში რაც იყო აქტუალური, აი ამ ფორმატისგან განსხვავებით იმ გადაცემაში, კვირის გადაცემაში იქნება უფრო ზოგად პრობლემები, ზოგადი საუბრები, უფრო ისეთი ტიპის თემების განხილვა, რაც ასე ყოველდღიური მოვლენების გამშუქებელ გადაცემებში ვერ მოხდება ხოლმე, ასე რომ მაინდამაინც გაგვიგრძელდება მაგ თემაზე საუბარი და თუმცა დანარჩენს შევესწრებით საქმე დავამტკიცო და საინტერესო იქნება ჩვენ მაყურებლისთვისაც. რა შეეხება ახლა დღევანდელ გადაცემას, ვფიქრობ, რომ დროა გადავიდეთ კონკრეტულ თემებზე და დღეისათვის შევარჩიეთ საერთაშორისო მოვლენების მიმოხილვა, ვინაიდან დიდი ხანია მე მგონი დამეთანხმებით ცოტნე რომ ამ თემებზე არ ქონია ჩვენ საუბარი, გამომდინარე საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან, დღესაც არ არის ბუნებრივია ცივი დღე, ასე ვთქვათ და ცივი დღეები, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, თუმცა არ უნდა მოუწყდეთ ბუნებრივია იმ საერთაშორისო მოვლენებს, საერთაშორისო პროცესებს, რაც თავისთავად ახდენს მერე უკვე მათ შორის ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც გავლენას. მინდა სანამ დავიწყებთ კონკრეტულ თემაზე საუბარს, მაყურებელს შევთავაზოთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი სერგეი ლავროვის განცხადება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები განცხადება, ეს შეეხება რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობების კონტექსტში უკვე იმ საომარი მოქმედებების დასრულებას, რაც მიმდინარეობს უკრაინაში მეოთხე წელია. მოდით მოვისმინოთ ლავროვის განცხადება და შემდეგ განვიხილოთ. ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ ვაშინგტონი ომის პარტიის ნაწილი გახდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რია ნოვოსტისთან ინტერვიუში განაცხადა. ალასკის სამიტზე ამერიკელებმა დააგორწუნეს, რომ ზელენსკი მშვიდობის მიღწევას ხელს არ შეუშლიდა. როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები წარმოიშვა. ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ დაარწმუნონ ვაშინგტონი. უარი თქვას კრიზისის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მოგვარებაზე და რუსეთზე სამხედრო ზეწოლის მცდელობებში სრულად ჩაერთოს, ანუ ომის პარტიის ნაწილი გახდეს, აღნიშნა სერგეი ლავროვმა. დიახ, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო განცხადებაა. რუსეთის პირველი დიპლომატი გვეუბნება პრინციპში იმას, რის გამოც ამდენი ხანი ეს პროცესი არის გაწელილი. გულისხმობს სამშვიდობო პროცესებს. ჩვენ ვიცით, რომ ალბათ კულმინაცია ამ პროცესის მშვიდობის მიღწევის იყო შეხვედრა ალიასკაზე, სადაც რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტები ერთმანეთს პირადად შეხვდნენ, სწორედ ამას ეხმაურება ბატონი ლავროვიც, როდესაც ის ამბობს, რომ ალიასკაზე მიღწეული შეთანხმებითო ჩვენ მქონდა გარანტია მიღებული ამერიკისგან, რომ ჩვენი სიტყვებით რომ გადმოვთარგმნოთ, ასე ვთქვათ, უფრო პოპულარული სიტყვებით, რომ ამერიკა გახდებოდა ზელენსკის შემაკავებელი გარანტორი. ანუ ის, რომ ზელენსკი ამ მშვიდობის მიღწევის პროცესში არ შექმნიდა დამატებით პრობლემებს, ჩვენ ამერიკისგან მქონდაო ამაზე გარანტია მიღებული, თუმცა როგორც ამბობს ახლა ლავროვი, ამ ხრივ თვითონ ამერიკა შეექმნა პრობლემა, ანუ ამერიკა ვერ გამოდგა საიმედო გარანტორი. ამიტომაც ვერ ხდებაო მიღწევა, ასე ვთქვათ, სამშვიდობო პროცესის და უფრო მეტიც დღეს ბრიუსელი, ლონდონი და სხვა ძალებიო ცდილობენ, რომ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, ასე ვთქვათ, ჩააყენონ მდგომარეობაში, როდესაც ის უკვე იქნება არა მშვიდობის პროცესის ხელშემწყობი, არამედ მთლიანად გადაერთვება აი ამ ომის პარტიის მხარეს და მთლიანად უკვე ამერიკა უშუალოდ თავისი რესურსით ჩაერთვება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებშიო და აი ხა დღეს მსოფლიოში არის სწორედ ეს მომენტი, როდესაც უნდა გადაწყდეს, რომელ მხარეს აირჩევს ამერიკის შეერთებული შტატები. ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით დადასტურებულად რის თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ აი ეს პირვანდელი განწყობა, რაც იყო, რომ მოვა ტრამპი და მორჩა იქ დაამთავრებს ომს და ამითი ყველაფერი შეწყდება, ნუ ეს როგორც ჩანს ეს გეგმა და ეს ჩავარდა. ასე მარტივი არ აღმოჩნდა და დადგა ის მომენტი, როდესაც შეიძლება პირიქით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვას აი ამ გაცხადებულ მიზანზე და გადავიდეს ამ ომის პარტიის მხარეს ბოლომდე შეეცადოს სამხედრო ძალით რუსეთზე ზეწოლის განხორციელებას. საინტერესოა ცოტნე შენი
მოსაზრება უახლოვდება თუ არა სამყარო მართლა ძალიან მნიშვნელოვან დიდ კონფლიქტს, სადაც უკვე სუპერსახელმწიფოები იქნებიან არა მშვიდობაზე ორიენტირებული, არამედ ორივე მხარეს ექნება მიზანი, რომ აი მაქსიმალური სამხედრო ზეწოლით შეძლოს მეორე მხარის შეკავება. კი ბატონო, მოგესალმებით ჩვენს მაყურებლებს. დავიწყოთ იქიდან, რომ ზელენსკის ფაქტორს რაც შეეხება და უშუალოდ ომის დამთავრებასთან დაკავშირებით, თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ზელენსკისთვის არც ომის დაწყება უკითხავს ვინმეს და არც მის დამთავრებას არ შეეკითხებიან. ეს უკვე რაღაცა ის ანალიზის შედეგად მიღებული დახსნა კი არ არის, ეს არის პირდაპირ ჩვენ გვახსოვს, რომ როგორც მე საჯარო გახდა, რასაც ჩვენ მაშინ ფიქრობდით, მოვიაზრებდით და ხვდებოდით, რომ დაახლოებით ასე უნდა ყოფილიყო, მე დადასტურდა და მათ შორის ბორის ჯონსონის ჩასვლით კიევში, სადაც ის მათ პირდაპირ ასე ვთქვათ მითითებას აძლევს ზელენსკის და მის არახანია რა ამბავს გახეთქა. ხო, ამაზე ვამბობ ზუსტად რომ მათ უნდა ეომათ და არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა ყოფილიყო ამ ორ ქვეყანას შორის. შესაბამისად ზელენსკის ომის დაწყება არავის არ უკითხავს, მას ეს უბრძანეს და ზუსტად ასევე ხა თუ ვინმეს წარმოუდგენია ის რომ ზელენსკი ამერიკული მხარდაჭერის გარეშე ან თუნდაც იგივე დასავლეთი ამერიკული მთელი კოლექტიური დასავლეთი გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, ხო? ეს ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები, ხო? მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, რა ვიცი და სხვები, ვინც იქ არიან, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით პრინციპში, ხო? თუ ვინმეს გონია რომ მათ შეუძლიათ ამერიკის გამოთიშვის შემდეგ რუსეთს რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ მათ შორის უკრაინის ფრონტზეც კი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ძირითადი შეიარაღების ის უკაცრავად ძირითადი ნაწილი შეიარაღებისა, რაც უკრაინაში იგზავნება, არის ამერიკული წარმოების. უბრალოდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის ხდება, რომ ამას ტრამპი უფასოდ აღარ გასცემს, ეუბნება, რომ გერმანელმა, ფრანგმა, რა ვიცი, ნორვეგიელმა და ბრიტანელმა გადასახადის გადამხდელმა უნდა გადაიხადოს იმისთვის, რომ მერე მათი ქვეყნის მთავრობებმა ეს შეიარაღება მიაწოდონ უკრაინის ფრონტზე. თორემ ძირითადი ნაწილი ამ შეიარაღებისა სწორედ ამერიკაში წარმოებული შეიარაღება არის. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტორი იმის ხაზგასმა მინდა, რომ თვითონ არის შეიარაღებით უზრუნველყოფის პრობლემაც კი დაუდგება ამერიკის გარეშე დარჩენილ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ევროპულ ქვეყნებს. ხო, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს გონია, რომ ამერიკის გარეშე ისინი რამე შეძლებენ, ეს ჩემი აზრით ოკეას არის მოკლებული. აქედან გამომდინარე, თუ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსები გადაწყვეტენ, რომ რაღაცა შეთანხმდებიან და ამერიკის შეერთებული შტატები ამ პროცესებისგან გაიწევს, აქ მოხდება ის, რომ ის რაც დღეს მეთოდურად ხდება და ხედავთ რაც ხდება უკრაინაში ფრონტის ხაზზე, ხო, რუსები ძალიან ისეთი მეთოდურად უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ადრე თუ ვიძახდით, რომ რაღაცა ნელი ტემპით, მაგრამ წინ მიიწევენ, აი რაღაცა ბოლო რამდენიმე კვირა არის ძალიან აჩქარდნენ. კი, პოკროვსკის შემდეგ კი თითქმის ალყაშია ეს 2 თუ 3 კილომეტრამდე მონაკვეთი არის დარჩენილი, საიდანაც კონტაქტი აქვს ალყის იქით მყოფ უკრაინულ სამხედრო ნაწილებთან, პოკროვსკის ირგვლივ და პოლკოში არსებულ უკრაინულ ძალებს და აქედან ამის პაუად თითქმის ფრონტის მთელს ხაზზე რუსებს აქვთ ძალიან ისეთი მეთოდური და მნიშვნელოვანი წინსვლა, ხო? აქედან გამომდინარე, თუ ამერიკელები და რუსები ამაზე მოილაპარაკებენ, მოხდება ის, რომ ის რაც დღეს შეიძლება უფრო ძვირი უჯდება და უფრო დროში იწერლება რუსებისთვის, რაღაც რამდენიმე დღეში ან კვირაში საერთოდ ჩამოიშალოს ამერიკის ამ პროცესიდან გასვლის შემთხვევაში, ხო? ამას არ გვეუბნება ცოტნე ზუსტად ლავროვი, რომ ამაზე იყო შეთანხმება. არ იყო ამაზე შეთანხმება, მე ჩემს ას ვიტყვი, რაზეც იყო შეთანხმება, ხა ესე არ ეხა ლავროვი რასაც ამბობს, რომ უბრალოდ ის პროცესი რაც ხდება, მე კურსკის მაგალითს მოვიყვან, იქაც იყო ამერიკულ-რუსული თანამშრომლობის მაგალითი, როდესაც უკრაინული ქვედანაყოფები იყვნენ კურსში შეჭრილები, ვიცით რომ ეს უკვე საერთაშორისო აღიარებული რუსეთის ფედერაციის საზღვრებია, ხო? თუ არ აღიარებენ დონბას და ლუგანს და სხვა ტერიტორიებს, კურსკი ყველა აქ აღიარებული, რომ ეს არის რუსეთის ტერიტორია, ხო? რუსეთის ტერიტორიაში შეჭრილი უკრაინული სამხედრო დანაყოფების გამოდევნის ოპერაცია როგორ 7 თვის განმავლობაში რუსები ვერ ახერხებდნენ იქიდან მათ გამოდევნას, მაგრამ იმის შემდეგ რაც ტრამპის მოსვლის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტრამპმა როდესაც იარაღების მიწოდება შეაჩერა დაზვერვის ინფორმაციების გაზიარება უკრაინელებისთვის, სულ რაღაც 15 დღეში რუსებმა შეძლეს სრულად გაეწმინდათ კურსკის ოლქი. ეს არის რუსულ-ამერიკული თანამშრომლობის ერთი, ასე ვთქვათ, ძალიან ესეთი თვალსაჩინო მაგალითი და ეხლა ლავროვს თუ წარმოუდგენია, რომ აქ რაღაცა ამერიკელი ჯარისკაცები ჩამოვიდნენ უკრაინაში ფრონტის ხაზზე და რუსებთან ერთად რაღაცა გაათავისუფლებდნენ
ისა უკრაინულ ტერიტორიებს ესე არ ხდება, ხო? თვითონ საკუთარი შეიარაღების, საკუთარი ადამიანური სიცოცხლის ფასად მათ მოუწევთ ამ ტერიტორიების განთავისუფლება. ეს კარბაში რუსებს აქვთ დრო იმისთვის, რომ ის რაღაცა საზღვრები ან ის ტერიტორიები ან ის ხაზი ფრონტისა გაავლონ, სადაც წარმოუდგენიათ, რომ მათთვის მისაღები იქნება. ეს დნეპრის სანაპირო. ნუ ესე სავარაუდო ესე მოიაზრებთ და მოიაზრებს ყველა, ვინც ამ პროცესების ანალიზს აკეთებს. შესაბამისად, ეს რუსებმა უნდა გააკეთონ, ამას ამერიკელები არ გააკეთებენ და არც უნდა გააკეთონ, რა თქმა უნდა. უბრალოდ რუსებს აქვთ ამისთვის დრო, ისინი მეთოდურად ამ ნაბიჯებს დგამენ, ნელ-ნელა მიიწევენ იქ რაღაცა კუპიანსკი თითქმის უკვე მთელი ქალაქი გაწმენდილია, აქეთ როგორც უკვე ვთქვით, პოკროვსკის მიმართულებით ალყაშია ეს ქალაქი და კიდევ 2 თუ 3 ქალაქი ამ მის გარშემო და აქეთ უფრო სამხრეთის მიმართულებით ფრონტზე აქვს სერიოზული წინსვლები ზუსტად დნეპრის სანაპიროს მიმართულებით, ხო და აღმოსავლეთის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ანუ ეს რუსების გასაკეთებელია და მე მგონია, რომ აქაც რაღაცა დიდ შეთანხმებასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ რუსები და ამერიკელები ეს ომი ჩიხური აღმოჩნდა ყველასთვის, იმიტომ რომ ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი მომავალი შეიძლება იყოს რაღაცა 2 ან 2-ზე მეტი სუპერ სახელმწიფოს ერთმანეთთან ცხელ საომარ მოქმედებებში ჩართვა, ეს ნიშნავს ფაქტობრივად რას ნიშნავს, ხო? ჩვენ თანამედროვე ომის ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს კაცობრიობის დასასრულს, ხო? ეს იქნება ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ეყოლება, ხო? აი, როდესაც ჩვენ გვითქვამს არაერთხელ და გვახსოვს პუტინის გამოსვლა, როდესაც მან თქვა, რომ თუ დაუდგება საფრთხე რუსეთის სახელმწიფოს არსებობას, ის გამოიყენებს ყველა საშუალებას და თუ იქნება ისეთი მსოფლიოს სადაც არ იქნება რუსეთი, ხო? ანუ ეს პირდაპირი მესიჯია, ხო? ანუ თუ არ იქნება რუსეთი, არ იქნება მსოფლიო. შესაბამისად, ომს ასეთ სახელმწიფოსთან, ან ომს ასეთ სახელმწიფოებს შორის, ვისაც აქვს რესურსი, რეალური შესაძლებლობა, ვისაც აქვს, რომ ომი დაამთავროს ისე, რომ მას არ ყავდეს გამარჯვებული და პირიქით ყველა ამ ომში მონაწილე იყოს დამარცხებული და მათ შორის ის ქვეყნებიც და ის ერებიც, რომლებიც საერთოდ არ არიან ამ ომის მონაწილეები. ამ ომს აზრი არ აქვს. ეს არის უაზრო ომი, თვითგანადგურებისკენ რაღაცა არაადეკვატური მისწრაფება და ეს არ ამგონია, რომ რაღაცა დღის წესრიგში იდგეს ეს მოცემულობა. არსებობს მოცემულობა, სადაც ეს ჩიხური მდგომარეობა, რომელიც თუ არ მოხდება ის, რომ შეთანხმებას მიაღწევენ და აი ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოვლენ, აქეთკენ მიდის, ეს გასაგებია. მე ვამბობ, რომ ეს აქამდე ვერ მივა, იმიტომ რომ უაზრობა ამის გაკეთება. მესმის, რაც ამბობ, ცოტნე გეთანხმები, რომ აი და სორი, აი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მერაბ, აქ არის საუბარი სამყაროს განადგურება, კაცობრიობის განადგურებაზე მიდის საუბარი, იმიტომ რომ თუ ყველა ხვდებით ახლა რომ ეს კონფლიქტი თუ არ დასრულდა უკრაინაში და ამას ჰქონდა გაგრძელება და მით უმეტეს ამ პროცესში ჩაერთო ის სახელმწიფოები, რომლებიც არიან ნატოს ალიანსის წევრები, აქ ეხა კონკრეტულად ამერიკელი და რუსი ჯარისკაცები ერთმანეთს ესვრიან თუ არ ესვრიან იარაღს, ეს აღარ დგას მერე უკვე საქმის კურსში. ჩვენ მივდივართ ბირთვულ ომამდე, რომელსაც მართლა არ აქვს, ხო, ასე ვთქვათ, არ ყავს გამარჯვებული და ამაზე ღიად მიდის. თან განსაკუთრებით აი ცოტნე უბრალოდ შენი ლაპარაკების კონტრარგუმენტად შეიძლება ეს გამოვიყენოთ, რომ განსაკუთრებით გაძლიერებული არის ბირთვული რიტორიკა სამყაროში. ის სახელმწიფოები, რომლებიც ფლობენ ბირთვულ იარაღს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკითხი შეეხება შეერთებულ შტატებს და რუსეთს და ჩინეთს, ძალიან მომატებული არის ბირთვული რიტორიკა. საქმე მივიდა იქამდე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს ბირთვული იარაღის გამოცდას და ტრამპმა ამის შესახებ ღიად განაცხადა. ამის პასუხად პუტინმაც გააკეთა განცხადება, რომ თუ კი ამერიკელები ამას აპირებენ, მაშინ ჩვენც უნდა გამოცადოთ ბირთვული იარაღი და ასეთ პროცესებში მსოფლიო არ ყოფილა ბოლო 30 წელია. მე უბრალოდ რო არ აგვერიოს აქ ერთმანეთში მაყურებლისთვისაც მინდა ვთქვა, რომ სხვა რამ არის ბირთვული იარაღის გამოცდა და სხვა რამ არის ბირთვული წვრთნები, რაც ყოველწლიურად გეგმიურად ტარდება და იგივე რუსეთს ატარებს და ნატოს ატარებს ამ წვრთნებს და ჩინეთის ბირთვული წვრთნების დროს ვირფასო მაყურებლებო ხდება რა ამ დროს ხდება პერსონალი შემოწმება, რომ აი პერსონალი რამდენად არის მზად რომ ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუმცა აი გამოყენებული საბრძოლო მასალა არ არის ბუნებრივია ბირთვული იარაღი, გამოიყენება ცდიან იმ რაკეტას, რომელმაც უნდა გადაიტანოს ბირთვული იარაღი, თუმცა მას არ უყენია ბირთვული ქობინები. ასეთი ტიპის წვრთნები, როგორც თქვი, წელიწადში შეიძლება რამდენჯერმე ჩაატაროს რომელიმე მხარემ და ეს არ არის პრობლემა, მაგრამ
ბირთვული ბომბის გამოცდა უკვე უშუალოდ იარაღის ბირთვული ბომბის აფეთქება და ამისი გამოცდა დასავლეთის და რუსეთის აი ამ ბირთვული სახელმწიფოების მხრიდან სამყაროს არ უნახავს უკვე თითქმის 30 წელზე მეტია. მაგალითისთვის რო ვთქვათ, რუსეთს ამ სისტემის რუსეთს არასდროს არ ჩაუტარე. ბოლოს ეს გამოცადა, ეს გააკეთა საბჭოთა კავშირმა 1990 წელს. ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს ბირთვული ბომბი არასდროს არ გამოუსწრებს. აქ ძალიან საინტერესო რაღაცა ერთი, აი თუნდაც ბოლოდან რო დავიწყოთ. რატო დაჭირდა მაშინ ეს საბჭოთა კავშირს? ეს იყო მხოლოდ ზალის დემონსტრირება? მაშინ ეს მოდი ესეც აქვს საინტერესო და რატო და ანუ რა იყო მაშინ მიზეზი და რა არის ახლა მიზეზი? ეს საინტერესოა. მაშინ იყო რა, მაშინ ეს არ იყო იმდენად სენსიტიური შეგვიძლია თქვა. იმ ამბავში რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა ეს მერე უკვე 2 წელში 92 წელს აქ ბოლოს შტატი. ანუ ეს არის მაშინ იყო მაშინ ხდებოდა ეს გაზ. ამის შემდეგ მოხდა შეთანხმება ბირთვულ სახელმწიფოებს შორის რომ აი ბირთვული იარაღის აფეთქება აღარ გავაკეთოთ რომ გარემოს ვაზიანებთ ელემენტარულად. თუმცა ამ ბირთვული შეთანხმება გავიდა როგორც ამერიკული ისევე რუსული. მე შემდეგ იყო რომ თუ სწორად მაგ ჩინეთმა გააკეთა 96-ში და საფრანგეთმა გამოცდები 98-ში ქონდა ინდოეთს და პაკისტანს და ამის მერე უკვე ერთადერთი ქვეყანა რომელიც დღემდე ცდის ბირთვულ ბომბს და აფეთქებს არის ჩრდილოეთ კორეა. 2006 წლიდან დაიწყო და ბოლო ქონდა 2017 წელს, როდესაც ბირთვულ მასალას აფეთქებს. არც ერთი სხვა სახელმწიფო ამას არ აკეთებს. შტატები გამოდის როგორც ჩანს უკვე ინიციატივი და ტრამპმა ეს სხვათა შორის მე ახსნა რომ ჩუმად აფეთქებენო რუსეთი და ჩინეთიო და ამიტომ ჩვენ რატო არ უნდა გავაკეთოთო და ჩვენ ვატარებთო მარსზე აფეთქება. აი არ მესმის ჩუმად ბირთვული ბომბი როგორ უნდა აფეთქო, მაგრამ თქვენ არ იცითო ჟურნალისტები ამის შესახებ გამოსვლებს ატარებენო და ჩვენს ვაფეთქებთო. აქამდე მივიდა უკვე მსოფლიო. ხო, მაგრამ უყურე ერთ პარალელს გავავლე ბისევ რა. აი პირველი ბირთვული ბომბი ვინ ააფეთქეს? პირველი ბირთვული ბომბი შექმნა და გამოცადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამას მოყვა რა, რომ 3 წელიწადში მერე საბჭოთა კავშირმა, მაშინ სტალინის საბჭოთა კავშირმა იგივე და უფრო ძლავრი ბირთვული შექმნა ბირთვული იარაღი, შემდეგ შეიქმნა თერმობირთვული ბომბი და არა, რა თქმა უნდა, ისევ გამოცადა რაღაცა ბირთვული ეს ბომბი უფრო ძლავრი, ვიდრე ამერიკული იყო და ამ ყველაფერი დამთავრდა. მე თვითონაც ცდიდნენ ერთი ხარ აქეთ ისრო და საკუთარ ტერიტორიაზე სადღაც აფეთქებდა, მეორე საკუთარ ტერიტორიაზე აფეთქებდა. ის რომ ეს რიტორიკა დაბრუნდა ის იმას არ ნიშნავს რომ მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთადერთ მთელ სოფლიოში ქონდა ბირთვული მაშინ არ გამოუყენებიათ რაღაცა მთელი რუსეთის და საბჭოთა კავშირის გასანადგურება. ეს ესე მარტივად არ ხდება ესე მარტივად და მით უმეტეს დღეს როდესაც შენ იცი რომ თუ შენ გამოიყენებ აი ამ იარაღს რომელიღაცა ქვეყნის წინააღმდეგ ისეთ დარტყმას მიიღებ რომ თუ ის ქვეყანა განადგურდები შენს ხო ანუ რა აზრია გამყვა. მე გეტყვი ერთ რაღაცას აი ტრამპთან დაკავშირებით ხო ეს ძალიან ისეთი არაორდინალური ადამიანის შთაბეჭდილება სტოვებს ღია რაღაცა დღეში სამჯერ იცვლის რაღაცა თავის შეხედულებებს და ერთ დღეს ერთს ამბობს დილით და საღამოს საპირისპირო შეიძლება ზუსტად იგივეს თქვას რაც დილით თქვა. თუმცა ამის უკან ის არის ძალიან პრაგმატული ადამიანი ჩვეულებრივი რაღაცა იმ ანგლო-საქსური ის აქვს რა სისხლიანად ცივი გონები ხო და ის არ უყურებს აი ამ იმას იმისთვის რომ რაღაცა განადგურდნენ ხო ზოგადად ეს ანგლო-საქსებს არ ახასიათებთ მათი მოქმედების შედეგიც და მიზანიც უნდა იყოს ის რომ მათ რაღაცა სარგებელი უნდა ნახონ თავიანთი მოქმედების ლოგიკიდან და თუ ეს სარგებელი იქნება განადგურება მაშინ ისინი ამ მოქმედებაზე არ წავლენ ხო ეს არაერთხელ ისტორიულად არის გამოცდილი. აი ვენესუელის კამპანია ალბათ რომელზეც მე გადავალთ რომ ეს კითხვები რაც არსებობს რაც საზოგადოებას აწუხებს და ძალიან ბევრი საუბრობს შესაძლო შეჭრაზე ამერიკის შეერთებული შტატების და ვენესუელაში ხო ეს რა არის ეს არის იმიჯი ტრამპისთვის მას სჭირდება გამარჯვებულის იმიჯი ზუსტად ასევე აქედან გამომდინარე იყო დაუშვათ ნობელის პრემიას რო ითხოვდა 28 თუ გავაშერეო თუ რაღაცას რო იძახდა ხო მას ეს იმიჯი სჭირდება შენ რაც თავიდან თქვი და სწორად თქვი რომ ტრამპი რო იძახდა რომ მოვალ და რაღაც აზღეში ამომს დავამთავრებ და ასე ვიზამ და ისე ვიზამ ეს არ გამოვიდა იმიტომ რომ უბრალოდ არა რუსებს არ აწყობ ესე არ აწყობ მეორე მხარეს არ არის ამის ხო არ არის ხო რუსებს ისეთი რამე რაზე ხდებოდა უფრო ობიექტურად აი კიდევ უფრო ობიექტურად ვიყო ჩვენ ხო ეს არ წარმოვადგეთ ჩვენ ერთ-ერთი მხარე არის მშვიდობა იყოს ამ სოფლიოში ხო და მიეცეს ყველა ქვეყანა საშუალება რომ იმ პირობებში იმ გეოგრაფიულ და ასე ვთქვათ არეალში მიეცეს მშვიდობიანი თანხმობა. ზუსტადაც რომ ჩვენ არ ქვეყნებს და სხვა ისე
სხვა მსოფლიოსაც დაუდგა იმის საფრთხე რომ ადრე თუ რატო ჩაგეკითხეთ მე და რატო გითხარით რა იყო ადრე მიზეზი ადრე თუ რიტორიკა იყო და ძალის დემონსტრირება იყო და მესმის ორი დიდი სახელმწიფო ერთმანეთს ეჯიბრებოდა და მაშინ ჩინეთი ესე აქტიურად არ ჩანდა მოდი ასე ვთქვა ნუ ჩინეს თავის ხასიათი აქვს ისტორიული ყოველთვის კაი წლები საუკუნეები ჩაკეტილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებმა გახსნეს და ანუ რაღაცა ეს ვიცით ხო ანუ მაგრამ ამ ორ ქვეყანას რო სულ ქონდა ხო რაღაცა მეცნიერული კუთხით არ იყო ეს მარტო ხო არამედ გაუშვა იმან გაუშვა იმ გამოიყენა ამერიკის შეერთებულ შტატებმა სტალინმა ადგა და შექმნა ეს ხო იმ დღეს ვერ გააკეთა ბუნებრივია სტალინის მუშაობდა და დიდი ქვეყანა მუშაობდა ამიტომ ამაზე უბრალოდ ადგა და ეს მაგრამ რიტორიკა ეხლა შეიცვალა საზოგადო ჩვენთვის საინტერესო რა არის იცი რომ ჩვენ ხო მაინც საზოგადოებაში უკვე ის რომ იცი ეს მხოლოდ გამოცდა და წრთნა არის მასე ვეღარ მშვიდდება იმიტომ რომ მაგაში გეთანხმები სწორედაც რომ ეს მარტო წრთნა და გამოცდა არ არის ჩვენ თუ შეგუებული ვიყავით ის როგორი შესაძლებელია ხო სადღაც ჩრდილოეთ კორეაში არის ერთი კაცი მანამდე იყო ის მეორე კაცი ბიძა მამა თუ რაღაცა რომლებიც გაუშვებდა ხო ეხლა უკვე ესე აღარ ანუ ეხლა ის ერთი კაცი კი არ არის საფრთხე იმ ერთ კაცთან ამ გიშთან ასე ვთქვათ ხო ბჭყალებში ჩვენ ვიცით ხო როგორი ვეჟები ვინ ჩავიდა პირველები და როგორი მისლომუსლა აქვს ხო ანუ იგივე ის ტრამპი იგივე თქვათ პუტინი ანუ ამ შემთხვევაში არც პუტინის სურვილი არა ბუნებრივია ხან ნუ არც ერთი ნორმალური სურო ჩვენ ვისაუბროთ ფსიქიურად შეხეულზე არ ვსაუბრობთ ხო ხელისუფლებაში და მithumetes ამ ხელა ქვეყნის ლიდერები არიან ხო ერთის არამედ სურო ვისაუბროთ აი რაც არ უნდა უხეში მართლები იყვნენ არც ერთი სურვილი არ არის რომ არის ხოლოს ანუ საკუთარი თავი გაანადგუროს პუტინის ის ნათქვამიც იმიტომაც იყო იმიტომ რომ მესმის ძალიან ძნელი მოსასმენია მაგრამ იქ რაღაცა კიდე დეტალებია იმიტომ რომ არ უნდა ლოგიკურიც არის ხო ნებისმიერ მოდი გულახდილები ვიყოთ ეხლა საქართველოს რო იყოს ბირთვული სახელმწიფო წარმოიდგინეთ ჩვენ რო ქონდეს ბირთვული იარაღი ბირთვული ტრიადა გვეყენოს იქ შავ ზღვაში ბირთვული ფლოტი ყავდეს და ყველაფერი ეხლა მაგროს უდგება ქვეყანას განადგურების საფრთხე აბა რა გინდა მაშინ ის ბირთვული იარაღი ყველა იგივე სწორედ მაგას ვამბობდი პუტინიც ამ სიტყვებამდე ვინ მიიყვანა იმ დანარჩენმა მსოფლიომ უშუალოდ ეხლა და დღევანდელ დღეს უკვე საზოგადოებაში ის რიტორიკა და ის განწყობები ძალიან არა აქ უკვე მიდის აქ არის უკვე იცი რაღაც ფსიქიური საერთოდ მსოფლიო ხალხების მშვიდობიანი ხალხის მithumetes ის მიდის ერთ დიდ მტკივნეულ ანუ აფორიაქება ფსიქიურად შეირყა ნებისმიერ მოქალაქე აქ აღარა საუბარი რომ შვეიცარია შეულეცრად იყოს ვიღაც შვეიცარიელს რომ ის ნეიტრალურია და იმას არ შეეხება აქ არა საუბარი სადღაც ბედნიერი ქვეყნები იყვნენ ხო გახსოვთ და როგორ იყო ისტორია მეორდება მასე ბედნიერი ქვეყანა იყო სანამ კონკისტადორები ცხენი არ ყავდათ ნანახი რო შევიდნენ ესპანელები 200 კაცი და ცხენი არ იცოდნენ რა იყო და ისე გონათ და სწორედ ეს არის და ახლა ამ შემთხვევაში საზოგადოების მოსახლეობის საზოგადოების უმეტესობა 7 მილიარდიდან ალბათ 70% ფიქრობს და უკვე სხვანაირად უყურებს ამ საფრთხეს, იმიტომ რომ ორი მთავარი ლიდერი მესამესთან როცა შეხვედრაზე ჩადიან მიდის ეს აღარ არის ძალის დემონსტრირება. ანუ აუცილებლობად, ამას აუცილებლობად თვითონ თავად ის ლიდერები საუბრობენ, რომ ეხა იცოდე შენს განადგურდები, მეც განადგურდები. ძალიან ისე მამაპაპურად რო თქვა და ეს განწყობაა საზოგადოებაში და თან კიდე ამის პარალელურად სურო ტრამპზე ნეტა ხანდახან ვფიქრობდი, რომ მოდი მიეცათ რა მშვიდობის ნობელის პრემია, ოღონდ ანუ შედეგზე ორიენტირებული იყოს. იგივე არის შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, ანუ ჩვენ ხო რეალურად ეხა გვერდიდან უყურებთ მაინც რა კი თუმცა ეს გვეხება, მაგრამ ეხა მიდი და თუნდაც ის 5 საათიანი შეხვედრა მათი რომ აკრიტიკავ და მოდი. არ არის ესე მარტივი ორი სურო ფსიქიურად შერყეულები არ იყვნენ, კაცო. ემოციურად ეს გაწონასწორებული ხალხი რო არ იყვნენ. ორი ატომური ქვეყნის მე პატრონები ხდებიან ერთმანეთს და ვაი და პატარა რაღაცაზე ერთმანეთს წამოეკიდონ, ეს აღარ არის უკვე რომ მეცოდე ეს რიტორიკა აღარ არის. ეს ესე იგი აუცილებლობა მოიტანა და პირველ რიგში ესენი აფრთხილებენ ერთმანეთს ამით. ამიტომ ომის არსებობა, მესამე მსოფლიო ომი, ჩვენ უკვე ყველა მთელი საზოგადოება შეგუებულია, რომ აკოპების გათხრით აღარ იქნება ეს მესამე მსოფლიო ომი. მორჩა და გათავდა. ეს კი ვიცით, იქ ახლა კი იბრძვიან, იხოცება რუსეთს, უკრაინას, დღემდე პრობლემაა, კაცო. მაგრამ რეალურად ეს თუ დასამთავრებელია მოგების მიზნით არა, ეს თუ დასამთავრებელია, ყველაზე დიდი უბედურება რაც შეიძლება მოიტანოს პირდაპირ ღია
აი ელემენტარულად ერთი ხელის მოქმედებაში ატომური ომის საშიშროება. ხო, აღარ იქნება საუბარი რაიმე შეხვედრაზე, რაღაცა, ანუ ეს არის ძალიან დაძაბული ფუნია. რომელი მხარე დაასწრებს განადგურებას. ხო, და ეხლა წარმოიდგინე დანარჩენი 7 მილიარდიდან დანარჩენი საზოგადოება ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ისმეს ამას არ არის რაღაცა იმის საშუალება. ქვეყნები აღარ გამოირჩევა რაღაცა კრიტერიუმებით. თელ სოფლიო სჭირდება რომ ორი ლიდერი კი არა მარტო ზოგადად ეს რიტორიკა მორჩეს და რეალური ანუ ხედავდეთ რომ შვიდობა არის და არა ის მაგ ლოგიკით ისრაელი ერთ დღეს გამოდის და აბა ყველა ხელშეკრულებაზე კი ბატონო თან ხარ მეორე დღეს გამოდის და პირდაპირ ამბობს მე ბოლო ჩემ ისრაელის მოქალაქემდე ვიბრძოლებ. ეხლა შენ წარმოიდგინე პუტინმა რო ეს თქვას. არა, გასაგებია. ის რო თქვათ 80 სიტყვაზე ვაუბნ ერთი ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ რამდენი უდანაშაულო მოკვდა, მართლა რამდენი უდანაშაულო მოკვდა და ბავშვი. ვინმემ გააკრიტიკა, ვინმემ კედელთან მიაყენა ატომური იარაღს, უარ გამოუყენებია. თუმცა ვიცით რომ არ აქვს, მაგრამ აქვს, ხო? და ეხლა მაშინ მოდი ობიექტურად ვთქვათ, ეხლა მეორე მხარეს რატო ვაკრიტიკებ? და პუტინმა რატო თქვა ეს სიტყვები? ნებისმიერი მმართველი იტყვის ამას, იმიტომ რომ და გამოიყენებს საკუთარი ერის ქვეყნის დასაცავად. მორჩა და გათხოვდა. კი ბატონო, ვისაც როგორ შეეძლო ნებისმიერ იმპერიაში მხედართმთავრებს, არ ვიცი, ვიღაცას ტროასხენი ჩაუთვალეს, ხა დღეს ისტორიული მაგალითია, რომ ტროასხენი ეს სწორედ ეს ამან განაპირობა იმ ქვეყნების და გამარჯვება იმ მეორე ქვეყანას და მაშინაც ესე არის ხო კაცო არა საერთოდ არაფერი არ არსებობდა ამ დაგვარი მაგრამ იარაღის გამოყენება როგორც სიტყვის ასევე ქმედითად დღეს უკვე რეალურად გავართ როგორც რომ შეუძლია ადამიანმა პროგრამა გადმოწეროს და რაღაცა ზეგავლენა იქონიოს მეორე ადამიანზე და ხა ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება აი ამ ხელ პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე და ისინი დაპირისპირებულები გამოდიან ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვიწევს ეს ახალ არის რიტორიკა ეს არის შეიძლება ერთმანეთს გააკეთოს მე ხო ვიცი ეს არის უკვე აქეთკენ მიმავალი პროცესი და უბრალოდ ეს თემა რომ შევაჯამოთ ამას ვიტყოდი რომ ამ შემთხვევაში მართლა არ არის და სრულიად გეთანხმები ცოტნე შენ ტრაგედია შეიძლება არ იყოს ის რომ ბომბებს ააფეთქებენ თავთავის ტერიტორიაზე თავთავის პოლიგონებზე გამოსდიან ამ ბირთვული იარაღს უბრალოდ ჩვენ ამას ნუ შევხედავთ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტს და მხოლოდ აი ესე ლოკალურად დღეს მიმდინარე პროცესს ნუ შევხედავთ რეალურად აქ რა არის მთავარი და რაზე არიან შეთანხმებული ეს ბირთვული სახელმწიფოები, რომ პროცესი საბოლოო ჯამში, აი რაღაც ათეულობით წლის პერსპექტივაში თუ შევხედავთ, ეს პროცესი ბირთვული რბოლის და ერთმანეთთან ამ ბირთვული იარაღის შეჯიბრების პროცესი უნდა მიდიოდეს დეესკალაციისკენ, ანუ მაგალითად აი 80 მისი საჭიროება არ უნდა იყოს. საუბარი ამაზე აღარ უნდა. ეს თემა ნელ-ნელა უნდა კარგავდეს აქტუალობას, აი აღარ გამოუცდია რუსეთს ეს ბომბი, აღარ გამოუცდია შტატებს ეს ბომბი, მე 30 წელია უკვე ანუ პროცესი იმის ნაცვლად რომ მიდიოდეს დეესკალაციისკენ ხო და საზოგადოების გონები და რაღაცა ხო ხდებოდეს გაქრო დღეს უკვე აი ის მომენტი ფსიქოლოგიური მომენტი რომ ბირთვული ომი შეიძლება ვიღაცამ დაიწყოს გადალახულია უკვე საზოგადოების ტვინში იმიტომ რომ ეს რიტორიკა დააბრუნდა და მაგალითად 5 წლის წინ თუ ეს იყო მართლა ფანტასტიკის სფერო და ტერმინატორი რო არის ფილმი იქ ვნახულობდით ესეთ რაღაცას დღეს უკვე აი ფსიქოლოგიურად ყველა არის შეგუებული რომ შემდეგი დიდი კონფლიქტი თუ დაიწყება ეს აუცილებლად იქნება ბირთვული და ყველაფერს თავი დავანებოთ დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტი რო არსებობს მარტო ფსიქოლოგია და იმის ალბათობაც რომ შეიძლება სადღაც თუნდაც რაღაცა შეიქმნას რაღაცა კერა და ვიღაცამ დაამზადოს ხო ხელოვნური ინტელექტის პირობებს ვლაპარაკობ ჩვენ ერთ ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვანე ხა აი ჩვენივე მოდი სამზარეულო გავხსნა ჩვენივე გასწორ ჩვენ როცა ვაკეთებდით ქუდს გადაცემის ქუდს დროის სამართალს ჩვენ მოვლენასთან დაკავშირებით ქონა ორი ფაქტი გამოგვეტანა თუ არა მოვლენა როგორც ასეთი რა თქმა უნდა ატომური ბომბის გამოგონება ეს არის მოვლენა მაგრამ უკვე მაგრამ უკვე ჩვენ მაინც ვარჩიეთ მოვლენა ადამიანის თვარზე ფეხის დადგმა. შენ წარმოიდგინე, თვითკი ბატონო, ეს არის უდიდესი მოვლენა, მაგრამ ხო მაინც ნეგატივია. რა თქმა უნდა. ნეგატივია. გესმის და ჩვენ რაღაცა მეცნიერებაში ჯობი ესე იყოს ისტორიულად ბავშვებმა ისწავლონ ვიდერე მაგალითი ქონდეს რომ აიცი რომ ატომურ ბომბზეა საუბარი, აი ნახე ხა პუტინი რო ტრამპს დაემოქრა, ნახეთ აი ეს არის. აი ეს არის საზოგადოება დაზაფრულია მთელ მსოფლიოში. რო აღარ წავიდეთ ლოკალურ იმ პრობლემებზე, რაც მე მოყვება უკრაინა რუსეთის ომს საქართველოსთვის, სომხეთ აზერბაიჯანის დაპირისპირებას. ტრამპი ჩავიდა და ველოდებით სრულიად როგორ წარმოიდგინე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. ადრე ხო არის ხო ეგეთ რაღაც კარგი რა. იგი იმიტომ რომ ჯეს
უცებებს ორს ყოს ვიტყვი. და დავასრულოთ. კი, ბატონო. მე რა თქვა, სოფლიო დაპატარავდა იმ გაგებით, რომ ბევრად უფრო ინფორმაციული გახდა და შესაბამისად სწრაფად ხდება ინფორმაციის გაცვლა ეს ერთი და მეორე ის რომ აი რაც თქვით რომ ის რაღაცა ადრე დაუშვათ თუ ამერიკაში რაღაცა აი რუზველტი დაუშვათ ან ვიღაცა ნიქსონი რა გადაწყვეტილებას მიიღებდა დიდად არ აისახებოდა თბილისში ვიღაცის ცხოვრებაზე ხო დღეს უკვე ტრამპს ისე იმიტომ ტრამპს ისე ველოდები თითქოს რაღაცა აი ჩვენი ქვეყნის პრემიერი გამოდიოდეს ხო რაღაცა აი ეს მოხდა მაგრამ მე რაღაცას ვიტყვი კი ეს გასაგებია რომ დაზაფრული ყავთ საზოგადოება მთელ სოფლიოში და ასე შემდეგ ეს არ ახალია რა ისტორიულად ალბათ რაღაცა მართვის მექანიზმია და მეთოდია საზოგადოებების ქვეყნების და ერების მართვის მეთოდია უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კიდევ მე რასაც მინდა ხაზი გავუსვა აი ამ რიტორიკის აუცილებლობა რატო დგას დღეს და მე რატო ვფიქრობ რომ ეს არ არის რაღაცა საფრთხის შემცველი იმ კუთხით რომ ეს შეიძლება მართლა მოხდეს რატო რომ არა დავუშვათ უკრაინის სამხედრო კონფლიქტი როსაც ჩვენ ვისურვებთ რომ არ ყოფილიყო იმიტომ რომ ათასობით და უკვე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ხო და რომ არა ეს რიტორიკა ყველა მაჩვენებლით რო ავიღოთ ეკონომიკური განვითარების, ტექნოლოგიური განვითარების და ასე შემდეგ, ხო? ის ფუნქცია, რასაც რუსეთი დღეს ირგებს, როგორც ერთ-ერთი რაღაცა სუპერ სახელმწიფო მსოფლიოში, რომელსაც აქვს იმის თქმის და იმის პრეტენზიის გამოცხადების სრულება, რომ მას აქვს საკუთარი წითელი ხაზები, მას აქვს და უნდა ქონდეს საკუთარი გავლენის სფეროები, ეს ვერ მოხერხდებოდა, რუსეთისთვის ეს ვერ მოხერხდებოდა და თუ ჩვენ საუბრობთ და არაერთხელ გვისაუბრე აქ რომ რაღაცა ის ერთპოლუსიანი მსოფლიო, სადაც ამერიკის შეერთებული მაგრამ ამბირთული როლიკა შტატები აბრუნებს. ხო და ჭირდებათ ამის დაბრუნება თუ ჩვენ მაგას ვამბობ, თუ ჩვენ ხდებით რომ ეს ერთპოლუსიანი მსოფლიო უნდა დაიშალოს, რა თქმა უნდა, აი ამისთვის შეიძლება ის ამისთვის კეთდება და ეხლა ერთმანეთის განადგურებას კი ბატონო, ნახოთ ყოველ შემთხვევაში ახლა ბირთვული ომის დაწყებას გარანტირებულად ჩვენ არაფერს არ ვკითხავს ამაზე, უბრალოდ ის აფრთხეები და ის რისკები რაც არსებობს სამწუხაროდ არის და ბირთვული რიტორიკა რო კვლავ არის დაბრუნებული მსოფლიო ლიდერების ყოველდღიურ გამოსვლებში ამაში კაი ნამდვილად არაფერი არ არის. სასურველი იქნებოდა რომ საერთოდ ეს თემა იყოს დავიწყებული როგორც იყო კიდე წლების განმავლობაში. მაგრამ ჩვენ სამაგიეროდ ბევრად უფრო ახლოს გვაქვს ასევე საინტერესო პროცესები ჩვენს რეგიონში. აზერბაიჯანმა გამართა ყარაბაღში 5 წლის თავი, ასე ვთქვათ, აი ამ საომარი მოქმედებების დაბრუნების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და მინდა შევთავაზოთ ამასთან დაკავშირებით ევრონიუსზე გასული სიუჟეტი ჩვენს მაყურებელს საკმაოდ პომპეზურად გააკეთა ეს ჩვენმა მეზობელმა და მათ თუ შეიძლება ვნახოთ. შაბათს აზერბაიჯანმა ყარაბაღში სეპარატისტებზე გამარჯვების მე-5 წლის თავი იზეიმა. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რამდენიმე უცხოელ სტუმართან ერთად დედაქალაქ ბაქოში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრო. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და პაკისტანის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ შეჰბაზ შარიფი. ყარაბაღი, რომელიც ადრე მთიანი ყარაბაღის სახელით იყო ცნობილი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის ცენტრში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად იყო აღიარებული, მთიან რეგიონს 10 წლეულების განმავლობაში სომხეთის მიერ მხარდაჭერილი სომხური ძალები აკონტროლებდნენ. ორმა ომმა, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისსა და 2020 წელს მიმდინარეობდა, 10,000-ობით ადამიანი იმსხვროპლა და იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. წელს ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში ხელი მოაწერეს შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს 10 წლეულების განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დასრულებას. ნაი ზურფასო მეგობრებო, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში დღეს არის, რა ვიცი, განხილვის რიტორიკა, რომ რომელი პარტია უნდა აიკრძალოს და რაღაც რომელიღაც მედია საშუალებაში რა ნიუსები უნდა გადიოდეს და ამაზე ვართ მთელი ერი კონცენტრირებული, აგერ ჩვენი მეზობელი ვხედავთ ძალიან პომპეზურად აღნიშნა აზერბაიჯანმა ეს თარიღი და რა თქმა უნდა, რომ თუ ვეღირსეთ როდესმე იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგა ალბათ რაღაც ნაკლებ გონორზე ჩვენც არ ვიქნებით და ეს სრულიად გასაგებია, უბრალოდ აქ მე მივაქცევდი ერთ დეტალს ყურადღებას, შეხვედრაზე იყვნენ მიწვეული და ესწრებოდნენ არამხოლოდ თურქეთის ლიდერი და არამხოლოდ ერდოღანი, არამედ პაკისტანის ასე ვთქვათ, უმაღლესი წარმომადგენლობაც და აზერბაიჯანი ერთგვარად ირგებს იმ როლს
თელს აი ამ პანთურქულ სამყაროში, რომ სწორედ აზერბაიჯანი არის ის ცენტრი, რომელიც აი აღმოსავლეთით მყოფ თურქული წარმოშობის ხალხებს და აქეთ დასავლეთით ევროპული ნაწილის თურქულ ხალხს აკავშირებს ერთმანეთს, მათი შეკავშირება ხდება სწორედ კავკასიაში, ხდება სწორედ აზერბაიჯანში და ბაქოს ერთგვარად აი ეს როლი, რაც აქამდე ისტორიულად მას არ ქონია, აი ეს ახალი როლი მოირგო აზერბაიჯანმა. ეს არის ალიევის დამსახურება, რომ აი ეს როლი ამ ქვეყნის სამოცია, ის არის სწორედ შემაკავშირებელი კვანძი აღმოსავლეთ და დასავლეთით მაცხოვრებელი თურქებისთვის. სხვა შორის, როდესაც ჩვენ საუბრობთ დიდი თურანის პროექტზე ხოლმე ქონია ხოლმე ამის განხილვა ხო ჩვენს ეთერებში ეს არის ჰიპოთეტური პროექტი რაც გულისხმობს მთლიანად პანთურქული სივრცის გაერთიანებას ანუ თურქულ ენაზე ალთაურ ენაზე მოლაპარაკე ხალხების ერთიან სივრცეში გაერთიანებას აი აზერბაიჯანს ამ პროექტისთვის აქვს მართლაც გადამწყვეტი საკვანძო როლი და ის ამის დემონსტრირებას ყოველ ნაბიჯი აკეთებს აღარაფერს ვამბობ უკვე იმაზე თუ რამდენად პომპეზურად აკეთებს ამ ყველაფერს რა ფორმით სამხედრო აღლუმის ფორმით აკეთებს ამ ყველაფერს და აქვე უნდა გავიხსენოთ სულ რამდენიმე ორი კვირით ადრე პრეზიდენტ ალიევის მიერ გაკეთებული განცხადებები სომხეთის უკვე უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე რაც თვითონაც აქამდე პრეტენზია არ ქონდა და აი სევანთან დაკავშირებით მაგალითად მან თქვა რომ გოგჩასტბაარიო სევანი როგორც ასეთი ტოპონიმი საერთოდ არ არსებობსო და მე უბრალოდ არ ვიცი ხა ვისურვებ რა თქმა უნდა ჩვენს რეგიონში პირველ რიგში მშვიდობას მაგრამ აი რიტორიკული კითხვა მიჩნდება რომ როდის გადაწყვეტს პრეზიდენტი ალიევი რომ უკვე არა მხოლოდ სომხურ ტოპონიმებთან ქართულ ტოპონიმებთანაც გაუჩნდეს რაიმე პრობლემა და თქვას რომ დავით გარეჯი ეგ კი არ არის ტოპონიმი ეგ მოგონილია კომუნისტებმა მოიგონეს მანამდე შეიძლება თქვას რომ ვიღაც ფაშაოღლუს სახელი ერქვა იქაურობას და ჩვენც მე ამ ყველაფერზე რა ვქნათ დაში უნდა დაუკრავოთ მე მგონია რომ ეგ ფუნქცია ალიევს არ აქვს ეგ ფუნქცია ერდოღანს აქვს და ეგ დაიწყო მაშინ როდესაც ჩვენი პრეზიდენტი იმყოფებოდა თურქეთში დიდგორობა დღეს და მაშინ პირდაპირ პრეზიდენტმა ერდოღანმა მოგვთხოვა რაღაცა 300,000-მდე თურქის ეგრეთ წოდებული თურქი მესხის როგორც თვითონ უწოდებ ჩამოსახლება საქართველოს ძირძველ სამშობლოში ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება. ხო, აი ეგ უფრო სწორია. როდის გვეტყვიან, რომ მესხეთი ეგეთი ტოპონიმი არის საბჭოთა კავშირის მოგონილი და ახისკარი თურმე ამის ისტორიული სახელმწიფო. ხო და ეგ ფუნქცია ერდოღანს აქვს ალიევს როგორც ჩანს სომხეთის მიმართულებით აქვს გადანაწილებული ეს როლები ასე ვთქვათ ამ ორ ლიდერ შორის ხო? ნუ პრინციპში იცი რა არის რომ რატომაც არა ალიევს იზეიმებთ და კიდეც აი ეს როგორც ჩვენ აღნიშნე ალბათ არ ვიქნებით ნაკლებად პომპეზურებიო ხო ზუსტად ასე საერთოდ აი უბრალოდ ჩემი სიტყვები არასწორად არ გაიგოს მე რაბს უმეურნეო მოაწყვეტინებს ოდნესო არ გაწყვეტინებ უბრალოდ დავაზუსტებ რომ მე არ მეგულისხმია სამხედრო ფორმატი არა რა თქმა უნდა ზეიმის მე აი ამას ვისურვებ რა თქმა უნდა კი აი ეს არის ჩემი ოცნება უფრო მეტადაც აღნიშნავ და უნდა მოძმე ხალხები როდესაც გაერთიანდება საქართველოს ჩვენ ყველა მე ბევრად უფრო სხვა რა თქმა უნდა ხასიათით სხვა რიტორიკით და ეს ყოველგვარი სამხედრო კომპონენტის გარეშე სტალინსაც რო შეშურდეს აბარა რა თქმა უნდა. კი ბატონო, ხო, უბრალოდ ამ შემთხვევაში ალიევს მისცემდა ამის უფლებას მისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური გამარჯვების გარდა იმისა, რომ რაღაცა ეს ქვეყნის აზერბაიჯანელისთვის არის ქვეყნის გამარჯვების დღე, ალიევისთვის როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის ეს არის რაღაცა პირადი როგორც პოლიტიკოსის მიღწეული გამარჯვების დღე, ის რაც ვერ შეძლო მისმა მამამ, რომელიც მის პრეზიდენტობამდე იყო აზერბაიჯანის მეთაური, შეძლო შვილმა და ეს არის ალბათ მისი პოლიტიკური ესე მოღვაწეობის ზენიტი, ხო? ასე ვთქვათ. კი ბატონო, ხო. აქედან გამომდინარე ის ეს დატვირთვაც აქვს მისთვის ამ ყველაფერს რომელსაც აღნიშნავს, მაგრამ ხო, ეს ყველაფერი რასაც ჩვენ სწორადაც გავუსვი ხაზი და სწორი პარალელები გაავლენ რაღაცა ფუნქცია მოუძებნა თითქოს ალიევმა აზერბაიჯანს რომ ის უნდა იყოს რაღაცა შეიძლება გარკვეულ საკითხებში უთანხმოება არსებულ ევროპულ თურქულენოვან და თურქული წარმოშობის ქვეყნებისა და ერების შორის რაღაცა მომრიგებლის ფუნქციის მქონე რომელსაც ისინი შეძლებენ რაღაცა საერთო ინტერესების გამონახვაზე საუბარს და საერთო ინტერესებზე საუბარს აი ეს ფუნქცია აქვს ალიევს ცდილობს ყოველ შემთხვევაში მისცეს აზერბაიჯანის სახელმწიფოს თუმცა აქვე უნდა ვთქვათ რომ ეს ყველაფერი მათ შორის ალიევის ესე ირიბად თან ღიად უკვე გამოთქმული პრეტენზია რომ თურმე სომხეთში სომხური ტოპონიმები არ არსებობს არანაირი და ყველაფერი რაც სომხეთში რასაც სახელი ქვია ყველაფერი აზერბაიჯანულია სინამდვილეში ხო ეს მიუთითებს მათ ასე ვთქვათ მომატებულ მადაზე რაზე ჩვენ ადრე საუბრობთ ერდოღანის კონტექსტში რომ მას უკვე ღიად აქვს ეს მადები და მათ შორის პირველ რიგში
ამ მადის ობიექტი ვართ სამწუხაროდ ჩვენ და იგივე მადასავლენს ალიევიც ხო ეხლა ეს პირდაპირ თავდასხმა ისე რომ აღვიქვათ ხო ეხლა თუ შევაფასებ რაღაცა პოლიტკორექტულად და ეს არის პირდაპირ თავდასხმა სომხურ კულტურაზე და სომხური სახელმწიფოს სუვერენიტეტზე რასაც ალიევი საუბრობს ხო აქ არის ყარაბაღის საკითხზე საუბარი აქ არის სომხეთის სახელმწიფოზე საუბარი აქედან გამომდინარე ხო მათ და მინდა აუხსნათ რატომ ხდება ეს ჩვენ ვხედავთ რომ დაუშვათ აი იგივე წინა ჩვენი საუბრის თემა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები და უკრაინის ფრონტის ხაზი ხო სანამ რუსები ჩაფრული არიან ასე ვთქვათ იმ ბატალიებში რაც უკრაინაში მიდის იმ სამხედრო დაპირისპირების ნაწილები არიან სანამ ვერ მოახერხებენ და ვერ ახერხებენ ამ კონფლიქტის გადაწყვეტას ისე როგორც მათ სურს და სანამ არა ბირთვულ დაპირისპირებას არამედ მივიღეთ რაღაცა მშვიდობიან დაშოშმინებას აი ამ ორივე როგორც ცოცხლად და ცხელ ფაზაში მყოფი ქვეყნების დაპირისპირებას ასევე მათი ასე ვთქვათ უკრაინის უკან დგომი დასავლეთსაც გულისხმობ აი ამ ძალების დაშორიშორება სანამ არ ვნახავთ იმას რომ რუსეთი მოიცლის უკვე საკუთარი საზღვრებთან არსებული სხვადასხვა მიმართულებებით მათ შორის ეს ეხება სამხრეთ კავკასიას და ამ კონტექსტში მე გავიხსენებდი იგივე ლავროვის არაერთხელ ვახსენეთ ხეს ხო ლავროვის ერთ-ერთი ბოლო განცხადება იყო სადაც მან სამხრეთ კავკასიაზე ისაუბრა და მან თქვა რომ დასავლეთი ცდილობს რომ რუსეთი ჩამოაშოროს სამხრეთ კავკასია და ამას რუსეთი არ დაუშვებს ნებისმიერი საშუალების გამოყენებით ხო ესეც პირდაპირ სიგნალი იყო ყველასთვის მათ შორის ალბათ პირველ რიგში სწორედ აზერბაიჯანისთვის და თურქეთისთვის ვისაც აქვს ეს მსელობა რომ იქ იმდენად მოიპოვოს და სამხრეთ კავკასიაში გავლენები რომ ისინი რუსეთი დატოვოს თამაშგარეთ ეს უბრალოდ ასე ვერ მოხდება ეს რაღაცა ალიევის ეს მომატებული მადა არის დროებითი ამის თქვა მინდა დროებითია იქამდე სანამ რუსები სამხრეთ კავკასიაში მე არ მინდა ისე მოხდეს რომ სანამ პავლემოვი და პეტრეს ტყავი გააძრესოთ პირიქით რო არის ჩვენ არ დავთორე ეგ რო ეხა რუსეთი მიხედავს თავის ინტერესს კავკასიაში უბრალოდ აი რა არის იცოდნე და მერაბ შენი აზრით საინტერესო იქნება ამ ხრივ რუსეთი რომელიც არის დიდი თავისი ტერიტორიით თავისი არ ვიცი შემადგენლით თავისი ეკონომიკით თავისი რესურსებით რუსეთს შეიძლება კონდეს კიდეც იმისი ფუფუნება და რუსეთის ტიპის სახელმწიფოებს რომ 20-30 წელი საერთოდ არ იმუშაოს ამ მიმართულებით და რაღაც 50 წლის მერე მოუბრუნდეს იმისთვის ეგეც არ არის ხო პრინციპში პრობლემა და ეხლა ჩვენ რო ამბობთ რომ კავკასიას იფრობდა სადღაც ერთი 150 წელი რუსეთი თავის დროზე რამდენჯერ თუ ნელ-ნელა შევხედავთ ხო აი რამდენი ხანი ეს პროცესი გრძელდებოდა ანუ მას ეს ფუფუნება აქვს ჩვენთვის არ არის ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში შავ დღეში რომ თუ დაიწყო ეგ პროცესები აქ ჩვენთვის ძალიან მალე შეიძლება ყველაფერი დასრულდეს. ძალიან მალე შეიძლება დასრულდეს, მაგრამ ბოდიში გაწყვეტნებ ისე თქვა მინდა, იცი რომ ჩვენთან ცოტა სხვანაირად დგას საკითხი. ჩემის მოსაზრებით ის დაუშვათ აი თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმ პოლიტიკაზე, რასაც დაუშვათ ატარებს დღევანდელი ადმინისტრაცია ქართული ოცნებისა, ხო? ერთი კუთხით, ერთი მიმართულებით, რასაც რა ვიცი, მე პირადად მივესალმები და ალბათ რა ვიცი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც სწორად უყურებს აი ამ პროცესების მიესალმება არის ის რომ რაღაცა ჩინეთთან ურთიერთობების ეხაც იყო კიდევ ხო ამას გულისხმობ ამ შემთხვევაში ეს კიდევ უფრო გააქტიურება არის მისასალმებელი იმიტომ რომ ჩინეთ შეიძლება იყოს ალტერნატივა ყველა მიმართულებით მათ შორის ჩინეთ შეიძლება იყოს რაღაცა შუამავალი რგოლი იგივე რუსეთთან ურთიერთობების დასადალაგების მიმართულებით რაზეც თვითონ ჩინეთის ელჩმა საქართველოში ისაუბრა რამდენიმე 2 წლის წინ და თქვა რომ ისინი მზად არიან ამ მედიატორის ფუნქციაში ასულს და ჩინეთ შეიძლება იყოს რაღაცა რა ვთქვია ასე ვთქვათ ალტერნატივა იგივე დასავლური ბაზრისა ხო იქ თუ 500 მილიონიანი ევროპული ბაზარია აქეთ არსებობს 1 მილიარდიანი ჩინური ბაზარი თუ ჩვენ საერთოდ გრამე წარმოების შექმნას ოდესმე გადავწყვეტ და გადავწყვეტ იმას რომ თუ ჭირდება თურმე წარმოება და რაღაცა ექსპორტზე უნდა გავიტანოთ თორე ადრე თუ გვიან შენშილით მოგდებით ხო ამას თუ გადავწყვეტ მაგრამ ამის ვარაულა და კეთდება ის რომ ის დაუშვათ იგივე ერდოღანი ხო ყველა არ მოვიყვანე ის რაღაცა გახშირებული ვიზიტები თურქეთ-აზერბაიჯანში თითქოს აჩენს განცდას მათ შორის დარწმუნებული ვარ იგივე რუსეთშიც ძალიან ბევრს ალბათ ჩდება გაუჩნდებოდა ეს განცდა და ის ლავროვის განცხადება მხოლოდ აზერბაიჯანს ალბათ არ ეხებოდა ალბათ გვეხებოდა ჩვენც რომ ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ აქ რაღაცა ომით და შემოჭრით კი არა
გაუხსნათ ეს რაღაცა კარები ამ ხალხს და თავკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების შესაძლებლობა მივცეთ. ამ შემთხვევაში გულისხმობ აზერბაიჯანს, გულისხმობ თურქეთს, ეს არ ვიცი. შეიძლება სხვა ალტერნატივაც არ გქონდეს, ეხა ჭორაობა რო არ გამოგვივიდეს, რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს ამ მიმართულებით ჩვენი სახელმწიფო სიმართლე გითხრათ არ ვიცით. ამას არავინ არ გვეუბნება. სინამდვილეში რაღაც დონეზე ალბათ უნდა გვეუბნებოდნენ, იმიტომ რომ ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ვართ, მოქალაქეები ვართ და ჩვენ რაღაცა იქ არჩევნებზე რომ მივიდოდა და ხმას ვაძლევთ, რაღაცა მოცემულობა მონახაზი უნდა გქონდეს თავში, რას ვაძლევთ თავს. ეხლა გათურქებას ვაძლევ ქვეყნის, იმიტომ რომ რაღაცა გამოწვევები შეიძლება ჩემი ხელისუფლება ვერ გაუმკლავდეს თუ რაღაცა გაარაბებას ეს არის ახლა მოდაშია, ეს საკითხი ზოგადად აქტუალური გახდა და ამას ვირჩევ იმის გამო რომ ხელისუფლება ვერ გადაწყვიტა რაღაცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც აუცილებელია რომ გადაიდგეს იმისთვის რომ ამ ყველაფერისგან თავი დავიცვა თუ რას უჭერ ხარს. ეს ხო უნდა ვიცოდე და ის მაინც უნდა ვიცოდე მინიმუმ რომ აი არსებობს ეს გამოწვევა თურქები ან არაბები ჩვენ გვეუბნებიან რომ ამას თუ არ იზამთ აი ეს სანაცვლოდ აი ეს მოგივართ. ძალიან საინტერესო საკითხია ცოდნე, მაგრამ მაგას მოვესწროთ ნეტა რომ ამ ქვეყანაში მაგების მიხედვით აკეთებდეს ადამიანები არჩევანს მაგის მიხედვით, პროგრამის მიხედვით, ხედვების მიხედვით ხდებოდეს. და სახელმწიფოს ეგვალდებულება რომ გამჭვირვალობა ქონდეს ნებისმიერ მოქალაქეს თავიდან ბოლომდე სისტემის ბრალი, რა თქმა უნდა, რომ ყველა არჩევნები საქართველოში არის საგიჟეთად ქცეული, აი ჩვეულებრივ ქვეყანა ხდება საგიჟე, სადაც მართლა აი როგორი ტიპის ადამიანები არიან ხოლმე. ამას არ ვიძახი მართლა ისე რაღაცა არ ცინიზმი და ვინმე სარკაზმი და შეურაცხყოფით კი არ წვე. აი ნამდვილად რომ ექიმთან რომ მივიდეს, საბუთს მისცემს ექიმი რომ გიჟი ხარ, არა ხარ ნორმალური, აი ესეთი ხალხი არის ჩართული. ექიმის თუ ნორმალური დახტა. ხო, იქაც რა რო ეკუთვნის, ანუ გიჟს რო ეძახი და ეკუთვნის, მართლა აქვს რა, რომ მიცე საბუთი, რო შეამოწმოს ექიმმა და აწერს ისიც რომ არ არის ფსიქიურად ნორმალური. აი ესეთი ხალხის ასპარეზად არის არჩევნები ქცეული და აქ ხალხი არჩევანს აკეთებს იმის მიხედვით არ ვიცი, აი გუშინ TV პირველზე რო გამოვიდა, ვინ უფრო ხმამაღლა შეაგინა მეორეს ამის მიხედვით და არა იმის მიხედვით, რაზე ჩვენ გაქვს. ამ და ვინ ყველაზე მეტად შექვს. სხვა შორის აი ხა ჩვენ აი რასაც ცოტნე საუბრობ და ხო ლოგიკურად რაღაც ჩვენ ვიდეოც გვაქვს მომზადებული, ძალიან საინტერესო. საერთოდ აი ესეთი პრობლემების დროს, როდესაც ქვეყანას უდგება ესეთი პრობლემები და ჩვენს გვერდზე ესეთ რაღაცები ხდება და მოდი პირდაპირ თქვათ რა, ეხა კი, ჩვენ ყველა შეგვიძლია დავარქვათ სახელი, ოღონ ეს სახელები ყოველთვის უნდა დარქოს თავის სახელი. შეიძლება დღეს მავანისთვის თურქეთი არის ნომერ პირველი პარტნიორი, შეიძლება რა ქვია აზერბაიჯანის ნომერ პირველი, შეიძლება კი არა, ასეა. და ასევე რუსეთზეც უნდა ვთქვათ, არ შეიძლება რაღაც, ხო, მაგრამ არის ისტორიული ჩვენი გამოცდილება რიგ ქვეყნებთან ჩვენთან ცხოვრების და ეხლა ის რომ სახელმწიფო გამჭვირვალობას ვერ ატარებს, თუნდაც აი ხა რაც ახსენა თქვათ იგივე ცოტნემ და ეხლა თურქებთან მიმართებაში გასაგებია, მაგრამ აი ეს აი ხა არაბიზაციის რაღაც ეს საკითხი რო წამოვიდა. ეს ნებათან ხელვა რაც არის, პირველ რიგში ალბათ ისევ სახელმწიფოა ვალდებული, იმიტომ რომ მე როგორც მახსოვს, კონსტიტუციაში არ ვიცი რომელი მუხლია ასევე ნებისმიერ მოქალაქისთვის არის ეს მნიშვნელოვანი რომ კონსტიტუციაში არის მუხლი სადაც წერია რომ ესე იგი სახელმწიფო ვალდებულია რომ მოქალაქე მიცოდეს რა შენდება მის გვერდით. ეხლა თუ ჩვენ ასე ძირეულად ჩავალთ, ხო, სახელმწიფოს პრეროგატივაცაა რომ ყველაფერი რაღაცა დახურული და რაღაცა ისეთ კი არ იყოს იდუმალი, არამედ იმ ინვესტორის შემოსვლაც ის რა ქვია თუ რას აშენებს, როგორ აშენებს რაღაც საკითხი უნდა იყოს რაღაცა ღია და უნდა იყოს გამჭვირვალე. მე დარწმუნებული არც ერთი ლიდერი, არც აზერბაიჯანის ლიდერი და არც თურქეთის ლიდერი ისე არ მოექცევა და რაღაცას ისე არ გამოიტანს, მით უმეტეს ისეთი ერისთვის როგორიც ჩვენ ვართ, ხო, ძალიან მცირე ერი ვართ სამწუხაროდ, მაგრამ ვართ ემოციური ერი და ამის პასუხი, ნათელი პასუხი არ ვიცი, აი ჩვენ გავუშვათ ეხლა ჩვენ გვაქვს მომზადებული უწმინდესის კათოლიკოს პატრიარქის 2013 წელს, ხო თუ არ ვცდები 2013 წლის ქადაგება არის, სადაც თუ ჩვენ ვამბობთ რომ ეს კაცი 96%-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის არის მნიშვნელოვანი ფიგურა. არა მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც დადებითი პოზიტიური და უწმინდესი, არამედ აი ბრძენკაცა თუ თulit, აი ვნახოთ ეს ვიდეო და ალბათ ფიქრობ რომ აი ამ ვიდეოს შემდეგ რა პატარა მოკლე კომენტარს გავაკეთებ და შემდეგ რითის დავიმშვიდობებით მაყურებელს, ეს ალბათ იქნება პასუხი იმის რომ ზოგადად ჩვენ გვმართოს პირველ რიგში მოусმინოთ მართლა იმ ბრძენ ხალხს და ვიცოდეთ ისტორია კარგად და შემდეგ მივიღოთ რაღაც განსაკუთრებები რაღაც საკითხებში, მით უმეტეს ხელისუფლებას ეხება ეს პირველ რიგში. მოდი ვნახოთ ვიდეო რომელიც 2013 წელს ერთ-ერთ ქადაგებაში უწმინდესმა და უნეტარესმა თქვა ხაზგასმით. არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა არ შეიძლება. არავის არ აქვს, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს, არავის არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა.
ქართული საბადოები, ქართული მდინარეები, წყაროები. მოკლედ, მისმა უწმიდესობამ 2013 წელს თქვა, რომ არავის არ აქვს უფლებაში იგულისხმება. სწორედ ამაზეა საუბარი. არა უფლება მორალური, სულიერი, ზნეობრივი და ასევე კონსტიტუციურ უფლებაზეცაა საუბარი, რომ მეფეს, პატრიარქს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს აესე გაყიდოს ისე, რომ ბევრი კითხვები გააჩიოს. უწმინდესი სიტყვებია ეს 2013 წელს ნათქვამი და თუ ჩვენ ხანდახან იცი რა არის ხოლმე, საერთოდ ფუფუნება არის, ხელისუფლების ფუფუნება უფრო მეტწილად და ნუ ბიზნესმენების ალბათ და შეძლებული ხალხის უწმინდესთან ვისაც აქვს ხშირი შეხება და ფოტო გადაიღოს რაღაცა და ღმერთმა ყველა სიკეთე მოგცე, ჯანმრთელობიდან, მაგრამ თუ მარტო ფოტოს გადასახებად ხო არ შევდივართ, არა, აი მოусმინონ ამ საკითხში უწმინდეს. აქ დამარტივად ითქვა, აქ რაღაც პრიორიტეტებზე არაა საუბარი. იმიტომ რომ სწორედაც რომ ამას თუ გავითვალისწინებთ, შემდეგ ყველა გაიგებს მერე და ნებათა ხელობა საზოგადოებაში არ იქნება და საფრთხეც არ იქნება. და ამის კარგი პასუხია, სწორედაც რომ ძალიან ისეთი რა, აი რაღაცა მართლა რაღაცა მიწაზე მდგომი ბატონი მურმან ლებანიძე, აც გარდაცვლილი მურმან ლებანიძის თავინდელი დროინდელი ლექსი. გაუშვათ ეს ლექსის და ამის პასუხი არის ესეც სწორედ. ნახოთ და გემშვიდობებით. დალათქვით დალამხედრებო გვიან გავიღვიძეთ ბორბლება შვერილი გადაბრუნებული ლაფში წევს ურემი საკუთარ სამშობლოში უბული ბავშვები ვართ სახლის პატრონობას ჩემობენ მდგმურები რალია ბიჭონა გვიან გავიღვიძეთ ჭიშკრები დაღებული ტყემალზე თუ არა ხომ მსხედით ჭადარზე რის თავის უფლება სამშობლო წაგებული მიწები დაყიდული ლეკზე და თათარზე დრო და დრო ლამის ტვინი ავასხა ცამდე ეს ჩემი წყალჭალა რომ მიაქვს ვისთან მიაქვს წაცთავი გავუპო პრიმიტივს ამდენ ზედ გადავუარო ამდენ თხის თავიანს გვიან გავიღვიძეთ ბორბლება შვერილი გადაბრუნებული ლაფში წევს ურემი საკუთარ სამშობლოში უბოლი ბავშვები ვართ სახლის პატრონობას ჩემობენ მდგმურები მამის სახლის ჯერო ბაშტეს დაცემულო ციხეს იმაგარეო ლიბოდა რაღვეულო ციხეს იმაგარეო ლიბოდა რაღვეულო რა ბევრი ჩამოუშლია ამ სატიალე მიწასა